დილა მშვიდობის მეგობრებო, გამარჯობათ. როგორ ახართ? მოკლედ ვაგრძელებ ჩემი ვიდეოების სერიას ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით ამერიკაში ტვიტების გადაზიდვებთან დაკავშირებით. აი ეს ჩემი ტრეილერი. პატარა სიახლეები მაქვს. ესე იგი, ვიდეოს დღეს გადავიღებ Sony ZV-R1 Mark II-ის ვიდეო კამერით და ვნახოთ როგორი ხარისხი იქნება, როგორი ხმა იქნება, იმიტომ წინა ვიდეო რო ავტვირთე, GoPro-თი მქონდა გადაღებული და აი ბევრი მიკომენტარებდა რომ აი მესმის ხარისხი ძალიან მაგარი ხარისხი და აი ეხლა ვნახოთ როგორი ხარისხი იქნება, როგორ მოგეწონებათ. მოკლედ მე წინა ვიდეოში როგორც გითხარით, შემოკარგებო, ეხლა კამერას შევაბრუნებ და ისე ვისაუბრებ. ნახეთ. აი ესე გადავიღებ. როგორც წინა ვიდეოში დაკვირდით და გითხარით, ეს არის რესტორანი კავკაზი. ადგილი ეხლა ვინც ამერიკაში მოძრაობთ, ბევრს გეცოდინებათ, ეს არის მე-80 ინტერსტეიტი, აი ესეთი ამბები გვაქვს რა და ეს ჩემი ბოლო ძაქარი. ვიდეოს უნდა დავარქვა ერთი ჩვეულებრივი დილა ტრეილერის მძღოლისთვის ამერიკაში. ესე ჩემი პატარა ტრეილერია, წინა ვიდეოში ნახავდით. ეხლა რა ხდება? დელივერზე მივდივარ, დელივერი დღეს გვაქვს, საღამოს გვიან, Amazon-ზე მივდივართ. წინა ვიდეოში გითხარით, რომ კალიფორნიას გადავიღებდი, მაგრამ ვერ გადავიღე, ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ის დაგვიანებები, ის ამბები, ის რაღაცეები და გადაღება არ მომიხერხდა რა. და ეს ტვირთი მომაქვს კალიფორნიიდან. ხუთშაბათს წამოვედი კალიფორნიიდან. დღეს უკვე ორშაბათი დილა არის. ესეთ შვენიერ ადგილას ვიმყოფები. ძალიან მიყვარს აქ გაჩერება. ჩვეული მიზეზების გამო. მიზეზები, აი უბრალოა ესეთი სიწყნარე, ბუნება და რა ვიცი, ამაზე კარგი ხა ტრეილერების რა ხარუხს ტრეილერების ადგომზე აქ მერჩინა ჩემო გაჩერება. ხო და როგორც გითხარით, ვიდეოს უნდა დავარქვა ტრეილერის ძღოლის ერთი ჩვეულებრივი დღე, ანუ დილა ამერიკაში. ნუ ეხა თავის მოწესრიგება, კიჭუნების გამორიცხვა და რაღაცეები, ეს ამაზე შეხსენება არავის არ გჭირდება, ყველამ ვიცით, ხო და ყველა ვაკეთებთ ამას მეტნაკლებად, შეძლებს დაგვარად. ხო და ესე იგი, ინსპექშენი ჩაუტარე ტრეილერს. ინსპექშენი არის, ანუ ინსპექცირება ყოველდღიური, ყოველდილით. ვამოწევთ საბურავებს, ვამოწევთ ჰაერებს, ზედს შევამოწევთ, ესე იგი, ანტიფრიზს შევამოწევთ, მოდი ქუცა ვიხურა. ანტიფრიზს, ნუ სითხეებს შევამოწევთ, კაპოტს ავხდით და ეს ყველაფერი მე უკვე გადავიღე, ანუ არ გადავიღე, უბრალოდ დილით გავაკეთე. და ესე იგი, რაღაც საღამომდე დრო მაქვს. გადავწყვიტე, სარეცხიც გამერეცხა, ვინაიდან ეხლა დღეს გვიან უნდა დავიცალოთ Amazon-ზე. შემდეგ ხვალ დილით ავიღებთ ახალ ტვირთს, წავალთ მიჩიგანში, ასე ვთქვათ, ბაზაზე ალბათ, ხო და იქედან უკვე დავიძრებით კალიფორნიაში და უფრო, ასე ვთქვათ, კარგი ვიდეო შემოგთავაზებთ. ეხლა უნდა განახოთ ერთი რაღაცა. ნახეთ, ეს არის რესტორანი კავკაზი. ბევრმა იცით ეს ადგილი. ნუ ალია ქართული თემა არის რა, ანუ ესე იგი, არის რაღაც ქართული საჭმელები, რაღაცეები, ლიმონათები, რაღაცეები არის. ეხლა ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. სიმართლე გითხრათ, გუშინ ეხლა იმდენი დრო მქონდა, რომ აი ტრეილერსაც განახეთ. უჩვეულო ცოტა ხალხია ამ დილით. მაგრამ ეს ადგილი მალე გაივსება.
გუშინ დრო მქონდა, გავიკეთე საჭმელი ჩემით და ესე რომ ვთქვა, ამ პატივცემულთან არ მომიწევს ახლა ეგ საჭმელების ჭამა რაღაცები, მაგრამ ვეცდები ამ დილით შევიდე რაღაცები შინ დაგათვალიერებინოთ, განახოთ რა თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, რა ვიცი აბა. ხო და აი კიდე სანოკოს ესე იგი გაზგასამართი სადგური, ესე ქართულად რო ვისაუბროთ, მეცადოთ ქართულად ვისაუბროთ. და რა ხდება იქ შიგნით შევიტანეთ ჩემი სარეცხი და ჩართული მაქვს სარეცხი მანქანა და რეცხავს სარეცხს. ესე არის ჩვენი ყოველდღიური დილა, ასე რომ ვთქვათ, ტრაილერების ბრძოლებისთვის და ამ ვიდეოს რატო წერ შემოკარგებო, რომ ამას წინებზე ერთმა პატივცემულმა მოიწერა ქალბატონმა, რომ როგორ ხართო მანდო, როგორ ან სად იბანთო, ან რას ჭამთო, რას სვამთო, გეტყვით რა, ორიოდე სიტყვით, ჭამით, სარიზგარეში არ იქნება. ბოდიში, ხო, ჭამით, რაღაცებს ჭამთ რა, ზოგი ფასტ-ფუდს ჭამს, ზოგი თავისთვის იკეთებს, ასე რომ კავშირები არა ვართ. რაც შეეხება ეხლა ბანაობას, როდესაც ჩვენ საწვავს ვისხავთ, გვიგროვდება ქულები. და იმ ქულებით იმდენი, ესე იგი, ასე რომ ვთქვათ, ბანაობის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია ერთი პატარა ჯარი დავბანოთ. ხო, ძალიან ბევრი ესე იგი გვიგროვდება რა, ქულები. ბანაოთ, ვაქულებით საჭველებსაც ვყიდულობთ, ასე რომ ვთქვათ, თუ უცებ რაღაც დრო არა გვაქვს კეთების და რაღაც ფასტ-ფუდს, მაკდონალდს, რა ვიცი, რაღაცებს მე გზადაგზა ნელ-ნელა განახებთ და რაც შეეხება კიდე თავის მოწესრიგებას, მეცაც გეტყვით, ჩემოკარგებო, რომ როდესაც თქვენ ახლა ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც ტრაილერში ვზივართ 24/7-ზე და გონიათ, რომ ბომჟები ვითავართ, ძალიან ცდებით, ჩემოკარგებო, ეგრე ნამდვილად არ არის, ძალიან მოწესრიგებულად, ძალიან სუფთად, ასე რომ ვთქვათ, დაბანილები და ისინი დავდივართ რა. ეხლა ვისაც ბანაობა არ უყვარდა და არ უყვარს, ის გინდ ტრაილერში ჩასვი, გინდ ესე იგი კოსმოსში გაუშვი, მაინც არ იბანავებს და მაგაზე ძალიან ბევრი ცნობილი ანეკდოტებიც არის კიდე. ამ ბანაობასთან დაკავშირებით. დაიბანე ბიჭო ტანიო და აიო სტუმრებოდიანო, ხო და ესეთი ამბავია ჩემოკარგებო, არც ბანაობა გვიჭირს, არც სარეცხის გარეცხვა გვიჭირს. იმდენი ქულები გვიგროვდება აი ამ საწვავით, რომ ყველაფერს ასე რომ ვთქვათ, ვახერხებთ. ედით ეს გაუწმინდოთ ამას აბა. და მეორთქლა ობიექტივი, ხო. ხო და რა ვიცი აბა. ორიოდე სიტყვით ვიტყვი ამ სამსახურზეც, რაღაც ახლა ჩავრთე და ჩართვას ვაკეთებ. არიან ახლა ბიჭები, რომ არ მოსწონთ ეგ სამსახური, იძახიან, რომ აი მაღაზიის საშინელება არაფერი არ არის, რაღაცა საზიზღრობა, საძაგლობა. არიან ბიჭები, რომ მოსწონთ ეგ სამსახური და მათგან ერთ-ერთი მე ვარ. მე მომსწონს ეგ სამსახური, ეგ სამუშაო, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე. გამოვიმუშავებ გასამჯელოს, ვარჩენ ჩემს ოჯახს. ასე რომ ვთქვათ, მეც შვენივრად გრძნობ თავს და როგორ უნდა, ასე რომ ვთქვათ, არ უნდა მომწონდეს ის სამსახური, რითითაც მე საჭმელს ვჭამ. პეტერბილდი ვიდროხონოს. რითითაც ვიყვებები, ხო? რითითაც ვჭამ საჭმელს, ეს როგორ არ უნდა მომწონდეს ეგ სამსახური, ხო? ამიტომ როგორ გითხრათ? აი ერთი ჩვეულებრივი დილა არის დღეს. დილა იწყება იმით, რომ ინსპექშენს ვაკეთებთ მანქანაზე, ტრაილერზე, უსაფრთხოების, ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით. მე საწვავს ვასხავთ, თუ დრო გვაქვს, ვცდილობთ, რომ ესე იგი სარეცხი გავრეცხოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა ბანაობას, ტანის, თავპირის მოწესრიგებას, რაღაცას, მანდაც დიდი ცერემონია არ ჭირდება, რაღაც ნახევარი საათი უნდა ყველაფერს რომ იბანაო და სუფთად იყო და რაღაც არ მინდა დეტალებზე საუბარი. ასე რომ, რა ვიცი, აი ესეთი ამბები არის, ახლა კამერას შემოვატრიალებ. იმიტომ წინა ვიდეოში მითხრეს, რომ განახეო ისაო რაღაცები, ასე შენი თავის ყურება დიდად არ ვიდა.
ხო და ესეთი დასაჯდომები არის. ახეთ როგორი სილამაზია, თაში ვარ და აი ჰაერია ისეთი რომ რა ვიცი. წარმოვიდგინეთ ახლა ხუჩავად წამოვედი კალიფორნიიდან იწვებოდა ყველაფერი და ეხლა აი ორშაბათი დილაა და თოვლში ვარ. როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს სამსახური, როგორ არ უნდა მოგწონდეს, რომ სულ რაღაცეები არის რა. აი, ლეგანტონ, პენსილვანია. Travel Plaza. Interstate 80, აი, მოვიყვან, გავადიდე. ეს არის ეხლა, ნახეთ რა ხდება ჩემო-კარგებო. ეს არის რესტორია. როგორ გითხრათ, ერთი ჩვეულებრივი უბრალო რესტორია არის სოფლის და გეტყვით რატო არის სოფელი და ესეთი რაღაცა რა ეხლა რა ვიცი მე მაგალითად აკაურობა ძალიან მომწონს თქვენ წარმოიდგინეთ ზაფხულში ისეთი სიმწვანეა ისეთი ის არის რა სიგრილე ისეთი სუნი რაღაცნაირი და რა ვიცი მე ძალიან მომწონს როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, რაც სიგარეტის მოწევა გადავაგდე, ისე გამიძლიერდა რეცეპტორები, რა ყველაფერს, აი, სუნი რაღაცეები, რა ვიცი, სასწაულად გზნო ხოლმე. აი, ეს არის ეს ტრასა მე-80. აი, აქედან გავდივართ. ეს ეხა კრუგს დავარტყავ და აი, იქეთ აი, პეტერბილდ. აი, იქეთ უნდა წავიდეთ ჩვენ, იმ მიმართულებით. პენსილვანიაში 70 მილიღა დამრჩა 1 საათის გზა არის პენსილვანია ჰაზლეტონ ხო სუნის რეცეპტორებზე ვისაუბრე ქონიდან მოვიდა ვაიბედე და აი ესენი ყარან რაღაცა სასწაულად ცხოველების გადასაყვანები ამა ცხოველები გადაყავდა აი ისე ყარან რომ რა ვიცი მაგრამ ჩემ დასაბედნიეროდ ეხლა სუნი არ არის ბოჩოლები ყავშიგნით არა ყავს სავარაუდოდ დასატვირთად მიდის და გარეცხილით არის აი იქეთ ხვალ წავალთ იმ გზაზე იქეთ დღეს უკვე აქეთ წავალთ რა ესეთი ამბებია ჩემო-კარგებო ეხლა წავალ შიგნით შევალ იმ პატივცემულს ვეტყვი თუ შეიძლება ვიდეოს გადაღება და რაღაცას განახებთ რა. წავიდეთ, ცოტა ხელებით გამეყინა. ძალიან მაინტერესებს როგორი ხარისხი იქნება ამ ვიდეოში. ეს DJI-ის მიკროფონი არის, რომ ამას თავისი მიკროფონიც აქვს, მაგრამ მინდა რომ აი ეს ხმები ყველაფერი ერთიანად რომ თქვენც შეიგრძნოთ ჩემთან ერთად რა როგორც არის ესე იგი მინდა მადლობა გითხრათ ყველას ჩემი YouTube-ის გამომწერებს მაყურებლებს არა გამომწერებს იმიტომ რომ აი ძალიან გახარებული ვარ ვიდეო რო დავდევი გუშინდელი მაჩვენებლებით 1300 ნახვაზე ავიდა ერთ დღეში რა ანუ 24 საათში და მინდა გითხრათ რომ აი სათითაულოდ ყველას ვინც თითი დააწყაპეთ ის ზარი და გამომიწერეთ 150 კაცზე მეტმა გამომიწერა ამ ერთ მასში რა 24 საათში და ძალიან გახარებული ვარ მე არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს მაგრამ სულ ვცდილობ რომ აი გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ და გეხვერწებით ასე ქენით და ისე ქენით არ ვაკეთებ ჩვეულებრივად როგორც თქვენ მოგესურვებათ როგორც თქო გენდომებათ ისე გააკეთეთ მე არ მეწყინება არანაირად ჩემო-კარგებო აი ხა გავთიშავ ანუ დავაპაუზებ ვიდეოს ასე რომ ვთქვა და წავალ იმ პატივცემულთან შევალ შიგნით და თუ მომცემს უფლებას რაღაცას გადავიღებ ვფიქრობ რომ არ მომცემენ უფლებას ვინაიდან შიგნით არის პატარა მინი კაზინო რა აპარატები სათამაშო აპარატები და მგონია მაგის გამო არ მომცემენ უფლებას აი ვიღაცები გონი შიგნით გაწყაპუნებენ რა დავაპაუზოთ და შევიდეთ შიგნით ჩუმად არავინ გაიგოს მოკლედ აი ნახეთ შემოვედი ახლა აქ და გადავხოთ
ნახეთ რა დროის სარეცხი მანქანები დგას. ეს არის სარეცხი მანქანა. აქ რეცხავს სარეცხი შიგნით. და ეს არის საშრობი. ეს პატივცემული ღირს. სარეცხი ღირს $3. აი აქ გაშრობა ღირს $2. წარმოვიდგინეთ. აი როგორც გითხარით ეს პატარა აპარატები შიგნით. არ შევაწუხოთ არავინ. ესე დავждეთ და ჩუმად ვიჯუქჯუქოთ. ესეთი ამბებია შემოკარგებო ხა. შეგვიძლია ყავა დავიდგათ, აქ დავждეთ, ესეთ დასაჯდომები არის ლამაზად. და მოკლედ აი ესეთი კამერა რა. Sony. მე მგონია ძალიან მაგარი ხარისხი ექნება რა. იმედია. თუ ეს ვიდეო რედაქტორები და რაღაცეები ესინი მე არ მიყვარს რა ეს ძალად გაფორმებული რაღაცეები რა. ნუ ცოტა მინიმალისტურად რა ესე რო ვთქვათ, короче. მინიმალისტურად შეიძლება რა. ესეთი პატარა რესტორანი არის. იქეთ ტუალეტები არის, სხვათა შორის საბანაოც არის, ბანაობა საკმაოდ სუფთად მოწესრიგებულია, მინდა გითხრათ. ვისაც სურვილი აქვს, მაგალითად შეუძლია შევიდეს და იბანაოს 50 კალონის სალიარტას თუ ჩაასხამთ, უფასოდ შეგიძლიათ იბანაოთ, თუ არა და ისე ღირს $14 ბანაობა. აი ეს არის ჩვენი და ის ჩემი ყოველდღიურობა დილით, ესე რომ გავიღვიძებთ. არის მომენტები, როდესაც დრო გვაქვს და ნელ-ნელა არსად არ გვეჩქარება, სარეცხსაც ვრეცხავთ, საჭმელსაც ვიკეთებთ. ყველაფერი და არის ახლა დროები, როდესაც გადარბინებზე ვართ და მაგალითად ეხლა მექნება ესეთი ამბავი, რომ აი მიჩიგანიდან რომ წავალ, ნამდვილი გადარბინა მექნება კალიფორნიამდე. და რა ვიცი, ვეცდები რომ რაღაცეები გადავიღო რა, საინტერესოდ და ამიტომ ყველას მინდა ახლა გითხრათ, აი ვისაც გონიათ რომ ეს ჩაირთო. ვისაც გონიათ რომ ჩვენ აქ ბომჟები ვითავართ და გეცოდებით, მინდა გითხრათ რომ ესე ნამდვილად არ არის. არა ვარ ბომჟები, დამიჯერეთ, საკმაოდ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ აი ამ თემასთან დაკავშირებით, პლუსებზე, მინუსებზე, ანუ დადებითზეც და უარყოფითზეც ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოში რა. ეს მაწვილი ისე ჩაირთო ეხლა რომ შევიხმო ალბათ. აუ და გავთიშ. მოკლედ დაგემშვიდობებით და დროებით.